Welcome to Go Shakatse! You gotta do it again. You gotta do it again, alright. Just shit himself. Come on! Bulldog! An amazing chance together for the real. მოგესალმებით მეგობრებო, მეოლგი ქართულიშვილი. მოკლედ ჩვენს არხზე გეტყვით, რომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და ვიდეოს და ლაიქება არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ ჩვენი არხის განვითარება თქვენზე არის დამოკიდებული. დღეს ჩვენი სტუმარი არის ნუკო ჭიკაძე, გამარჯობა ძმაო. საგარეჯოში ცხოვრობს და აქეთ მოვაწეობს. მის დარბაზში ვართ მოსულები და აქ ვარჯიშობს თვითონ თავის მეგობრებთან და ტრენერებთან ერთად. შევალთ ახლა შიგნით და კიდევ წარმატებული ბიჭები არიან და მათაც გაგაცნობთ. ნუკო, შენს საომავლო გეგმებზე რო გითხრა, პირობითად რა გეგმები გაქვს და რისთვის ემზადები? გამარჯობათ. მოგესალმებით. რაც თავარი იყო რთული მატჩი გადავიტანეთ, ასე რომ ვთქვათ, საბედნიეროდ მოგებით დავასრულეთ. და ეხლა შემდეგი არის უკვე ქამრისკენ მიზანი რა და უკვე ორგანიზაციაზე ვართ დამოკიდებული, მოგცემს თუ არა პირდაპირ საქამროს. შეიძლება ერთი ჩაგვინიშნოს კიდევ და მე უკვე ლარათან საქამროს. ან შეიძლება პირდაპირ ლარატი მოგცეს საჩემპიონოზე რა. საინტერესო იქნება შენ ორგანიზაციაზე არის დამოკიდებული კი უკვე. ნუკო, ეხლა მე რაც შევხედე დარბაზში, ლაცახარბიელო პირობებში არ ვარჯიშობ და სპონსორების ამბავთან როგორ არის ამ დარბაზს არ ექცევა ყურადღება ამ ხრივ კლავჭიდის კუთხით. რომ რაღაცა ცოტა მოგეხმარონ, ცოტა რაღაცა ინფრასტრუქტურა რაღაცები რო დაალაგონ. კარგი იქნებოდა კი, ნამდვილად გვჭირდება ეგ ყველაფერი კი. რა ვიცი, რაღაც იმედები არის ჩვენი რაიონიდან. როგორც მაქვს ცოდნა, რამდენადაც მაქვს რა ცოდნა, კარგად არ ვიცი ჩვენი დარბაზის მხრივ რა ეგ საკითხი. მაგრამ ამ ეტაპისთვის რაღაც იმედებიც მეც მაქვს სპონსორებთან დაკავშირებით, მაგრამ უკეთესი იქნებოდა კარგი სპონსორი რო გამოჩენილიყო, იმიტომ რომ ბევრი მზადება მოგვიწევს ლარატის რო ჩაგვენიშნოს შეხვედრა და ბევრი რაღაც ნიუანსის გავლა მოგვიწევს, რა რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული, თან უკვე დიდ ხარჯებთან რა და საჭირო არის კი სპონსორი. ისე ცოტა უხერხული კითხვაც მინდა რომ დაგისვა, ამ კუთხით რამე ჰონორალი გერიცხება ყოველთვიურად, როგორც ყოველთვიურად არა, მხოლოდ კომერციული შეჯიბრიდან მოიგებ მხოლოდ მაშინ და დანარჩენი არანაირი. მოკლედ მეგობრებო, სპონსორებს ჩემი მხრიდან იქნება დიდი მოთხოვნა, რომ ესეთი წარმატებული ადამიანი მთელი მსოფლიო იცნობს და აუცილებლად უნდა დაასპონსოროთ, რომ უფრო მეტად ასახელოს ქვეყანა და თვითონ თავისი, რა თქმა უნდა, რაიონი. კი, რაც ბოდიში რაღაცას ჩავახსოვს, თავარი არის მხოლოდ ერთადერთი ჩვენი საგარეჯოს რაიონი გვეხმარება სპორტსმენებს რა. დანარჩენი მაგის იქით არაფერი არ ყოფილა გვერდში, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რაიონი რა. ძალიან ცუდი არის ეს ყველაფერი. მოკლედ ახლა შევალთ, ნუკო, დღეს როგორი მონახაზი გაქვს ვარჯიშის? ძალიან რთული დღე არის დღეს. დიდი სიამოვნებით. ვარჯიში არის. დიდი სიამოვნებით თქვენთან ერთად ვივარჯიშები და გავიზიარებდი, იმიტომ რომ ეს რაც მივდივარ ხოლმე ბიჭებთან სტუმრად, ეს მოჭიდავები იქნება, კროსფიტელები, თითქმის ყველასთან ერთად ვიზიარებ ხოლმე და ვარჯიშობ და რა შევეცდები მეც ცოტა რაღაცებს გავაკეთე. მოკლედ, წამო, შევიდეთ. ეხლა ესეთი მძიმე წონები რო გაქვს თქვენ სავარჯიშოთ რა. ხო. ძირითადად აი როგორი შემზადება გაქვთ ხოლმე რა, თუნდაც კვების კუთხით, რამე ესეთი მძიმე საჭმელებს უბერავ, რომ ენერგია გაქვთ და რამე, ხო? კვები თუ უაზროთ თავჭავთ, აი როცა შემაშინ ავჭავთ. ხო. კვები თუ უაზროთ, ხა. აჰა. ხო და მე ცოტა რაღაცები ქონდა, პირადად მე აი ხა უნდა გამომდინარე ცოტა ჯანმრთელობაზე მქონდა პრობლემა, მე ცოტა დავალაგე რაღაც სწორად ვიყვებოდი, მაგრამ ეხლა ისევ მაინც არ ხდება. ხლა ძირითადად გახურების კუთხით რაც აქცევ ყურადღებას, აი ახალგაზრდა თაობასაც თუ ურჩიოთ რა. აი რაც უნდა მიაქციონ ძირითადად ყურადღება. გახურებამდე მე პირადად ესე ვარ, აი რეზინა თუ არ არის დარბაზში ძალიან მიჭირს გახურება რა. რეზინებით ფყესებს კარგად ვახურებ, რაც თავარი არის, რომ აი უნდა შევიდეს სისხლი ძარღვებში, თორე ისე აზრი არ აქვს. ხელს აი 90% ტრამვაზე მიდის უკვე ვარჯიში რა. მეგობრებო, კიდევ ერთი წარმატებული სპორტსმენი ბაჩო საგინაშვილი, გამარჯობა ძმაო. ძალიან სერიოზული დაჭირებული არის და ვარსაც რა თქმა უნდა ამართლებს. ჩემ ბოლოს თუ გამახსენებ ვისთან მქონდა ამერიკის სპორტსმენი იყო. Bread Grandi. თურქეთში ტარდებოდა ხოლმე და ერთი მატჩი აქ ჩაატარეს და
მან მივიღე მონაწილეობა და ვეღარ მოგეცალა. გავიმარჯვე რა. მაგარი არის თვალს გადავნებ და ბალიშიკოც მოო. ძალიან. მოკლედ ეხლა აბა გას მირჩევ ნუგო, რითი დავიწყო გახურება, რეზინი გავახურო? რეზინები. ნუგო, ეხლა ძირითადად თქვენ განძლობისთვის უფრო სტატიკებს აკეთებთ ხოლმე, რომ იმიტომ რომ შეიძლება ისეთი რაუნდი გქონდეთ ხელის გადაწევლის დროს, რომ ძალიან დიდი ხანი მოგიწიოთ ჭიდაობა და სტატიკად წონებზე? აი მაგალითად რო დადგები უკვე და ხელს რო დასტარტავთ და უკვე თანაბარი ძალები როა და დიდი ხანი რო გიწევთ დგომა, აი განძლეობა რო გეყოს რა. აი მაგისთვის ძირითადად უფრო რა ვარჯიშებს ანიჭებ უპირატესობას. მაგიდასთან გვაქვს ხოლმე ურაში სამჯერ ვარჯიში. 3 დღე ვარჯიშობ ხოლმე მაგიდასთან. და აი 2 საათი, 3 საათით მაგიდასთან გავართ ხოლმე და უფრო ძირითადად მუშაობთ სტატიკურ იმაზე, გადაწევაზე რა, როგორც არის ზედაწევა, ტოპროლი, ჰუკი ვარჯიშობთ და ბოლოს ხოლმე თუ გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ ახალი აქვს თუ რაღაცა ხელს წევთ ხოლმე ბევრს რა და ზოგადადაც მძიმე ვარჯიშის შემდეგ ხოლმე ბოლოს ხელს წევთ ბევრს რა და უფრო აი საშუალოდ რო ავიღოთ თქვენი სტანდარტული ვარჯიში რამდენ საათს მოიცავს საშუალოდ აი რამდენი საათი გიწევთ რო ივარჯიშოთ 3-4 რა და კვირაში რამდენი დღე გიწევთ ვარჯიში 6 დღე ხო კი მაგრამ ორშაბათი და პარასკევი გვაქვს ყველაზე დიდი დღე რაც 6-7 საათის საჭიროებია. ეს არის კვების კუთხით გავიგეს თუ cheat day გაქვთ ესე იგი სულ ჭამთ ისეთ საჭმელებს. ესე იგი მაგალითად ისეთი ვარჯიშები თუ გაქვთ აი მაგალითად მხრებს რო ავარჯიშებდე, წოლჯიმს რო აკეთებდეთ და რაღაცეები. კი, როგორ ორ შაბათს გვაქვს ხოლმე ჟიმი. წოლჯიმი გვაქვს მარტო ორ შაბათს. დანარჩენი ყველაფერი რა წონებს აკეთებ ხოლმე ჟიმზე? სამუშაო. 230. 230. 230 მაქვს მაქსიმუმი რა. ვა! ძალიან ბევრია. ისე თვითონ წონაში რამდენი ხარ? ეხლა 105. 105 კილო. მაგარი წონაა. და თან მაგარ წონებზე ვარჯიშობენ ბიჭები. დამჭერების პრობლემა გვაქვს კიდე, ყოველ დღე გვიტყდე. აბა რა იქნება, ისეთ წონებზე ვარჯიშობთ. დანამატების კუთხით გყავთ სპონსორი, რომ ვინც გამარაგებთ და გაძლევთ სპორტულ დანამატებს. დანამატების კუთხით ვიტამინს ველოდებით, ეხლა გამოთქვეს სრული. შესაძლოა გახდეს სპონსორი ჩემი პირადი. და ნახოთ, ჯერ პასუხი არ ვიცი ზუსტად, მაგრამ შესაძლოა რომ დაგვასპონსოროს. ვა! მე რო შენ ინსტაგრამი ვნახე, იმდენი გამომწერი გყავს, რომ ეგ აი იცი როგორი რაღაცა არის, რომ პირიქით სიხარულით უნდა გაძლევდნენ რაღაცებს. გამომწერები რობის როს შევხვდი, რობიდან მე შინ წამოვიდე კარგი. ძალიან ბევრი გამომწერი გყავს, აი დაპირისპირება რო ქონდა ამ ბიჭთან ძალიან სახუმარო იყო ეგ ყველაფერი და მაგასთან დაკავშირებით რომ 2001 წლით გითხრა რატო გამოიწვია ეს გაღიზიანება შენი მხრიდან მე როგორც ვიცი ესეთი გაბრაზებული მე არ მინახე ხარ ძმა არასდროს ემოციური ვარ ზოგადად ემოციური ეს მაგიდასთან ემოციები მაქვს ხოლმე მაგრამ გავსი რამ არც არ მიქნია ეხლა 1-2 ედიტი გაკეთდა რაც მომეწონა რა TikTok-ზე ვნახე მეთი მოიგო ჩემს წინ ბრძოლა რა სხვათა შორის ძალიან მაგარ ბიჭთან მოიგო უნგაბაევთან და მატჩის ბოლოს გავომიწვია მე. აი, რაც ძალიან ცუდი სიტყვებით მომიხსენი, აი, არასდროს არ შემიგინია არავის იმას ეს სიტყვი, აი, ვერ წარმოვიდგენ ეს სიტყვით მაგინა რა და ხოდა შეჯიბრის რამდენიმე დღით ადრე გადამითარგმნეს ზუსტად რას ნიშნავდა და გადაწევის მომენტში ერთი მოუგეს თუ სწორედ მახსოვს და მე მეუბნეოდა რაღაც ქვააქო რაღაც ახსენა რა და მე ინგლისური არ ვიცი და მეთქი კიდე მაგინეს მეთქი ეხლა მეთქი დედას მოგეწვა. ნუ ჩვენი მენტალიტეტი ახლა მაგას ხო რა. ხო ხდები როგორი სიტუაცია არის. შეიძლება ეგეთი აფეთქებულის არ ყოფილიყავი ეგ ფაქრო არ გამიგო რა და შეიძლება უფრო ებძოლა. ეგ ცეცხლი წამეკიდა პირდაპირ. არა მე ძალიან მომეწონა შენი მიდგომა ძალიან მომეწონა მაგასთან დაკავშირებით მართლა. ხო სხვათა შორის მე მეთმა ერთი რაღაც აღნიშნა რა რაც ძალიან მომეწონა. ლაივზე ილაპარაკა. ეს არის რომ ვისაც იმედი გაქვთ რომ დაბალი არისო და რამეო პლუსი გაქვთ, ეგ დაივიწყეთო. მაგასთან შეხვედრა, ის არის სუიციდისკენ მიდრეკილება გქონიათო რა. მე იცი რა მომეწონა შენში ყველაზე მეტად ძალიან მაგარი ჩართულობა გაქვს თვითონ ასპარეზობის დროს რა. და ეგ არის სპორტში საერთოდ ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩართულობა გაქვს ძალიან მაგარი რა. დიახ, მაგაზე შეჯიბრის ერთი კვირით ადრე ხოლმე კარგად მუშაობთ სტარტებზე. რეზინები ხელთან, სპორტსმენებთან, ტრენერი გვიდგა ხოლმე და სათანადოდ განზადებს სტარტზე, რომ თავარი ასე ვიტყოდი 50% უკავია სტარტს გადაწევაზე კი. შეიძლება დაგასწროს და აი იმ მომენტშიც ერთ შეხვედრა რომ წავადე, იდაყვი რომ ამივარდა რა. იმ მომენტში ვერ გავიგე, მაგრამ მე ვიდეოს რო დავაკვირდი,
ჩანს იქ კარგად რომ მაჯის მოძრაობას მასწრებს რა და ცოტა დამერღვა ხელის ხა მაღალი იყო მიჭიდა ხელის სწავლება რა და ისე მნიშვნელობა აქვს ოპონენტი რომ მაღალი არის მაგ შემთხვევაში შენ მნიშვნელობა არის ანუ ეხა კივი იმ კუთხით კი ვიტყვევთ თავს რომ აი არა აქვს და რაღაც მაგრამ გძელი ხელი თუ ძალიან ძლიერი არის ძალიან დიდ პლუსში შეუძლია დადგეს რა ეხა თუ სპორტული კუთხით მაგიდასთან რამე არ მოატყუე და პლუსში არ დაუდექი და რაღაც ეგ სხვა არის მაგრამ როგორც ასეთი მაღალ ხელს ტოპ როლში ძალიან დიდი პლუსია ისე მე შენ რო გნახე შენ ინსტაგრამი დავათვალიერე და ლარათან მაგიდაზე გქონდა ხელი დადებული და ძალიან მარტივად გადაუწიე ხელი და იქ რეალური ორთაბრძოლა იყო? ანუ ესე რეალურს ვერ დავარქვენ ხა იმ კუთხით რომ ჯერ კლავჭის მაგიდაზე არ ვიდექით. შემდეგ ორივე შეჯიბრის მერე იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მე მქონდა ლარათან ხელი გადაწეული დუბაიში, სადაც 117 კილო იყო დაახლოებით რა და იქ ვერ გადაველი მაგიდასთან, მაგ კარგად ვიჭიდავით სხვათა შორის 1-2 მიწოლა კარგად მივაწექით და მე მანდ იყო 105 კილო. აი ინტერვიუში წაღვნიშნე რომ 117 კილო ლარატი და 105 კილო ლარატი ძალიან რადიკალურად განსხვავდება რა. ის ლარატი არ არის, რაც მძიმე წონაში არის რა. კი, იმიტომ რომ 30 და 40 კილოს დაკლება ძალიან დიდი მისკენ არის, რა ქვია, ჯამთელობისკენ და რანაირი არის ესეთი ამხელა წონის სხვაობა, ლარატი მესმის ადამიანი, არა მარტო სპორტსმენი, ლეგენდა კაცი არის რა. როგორ ახერხებს მე მიყვის. აი თუ დაგაინტერესებთ ეს ფაქტს გეტყვით ლარათან დაკავშირებით ეხლა პეტრენკოს რო ხდებოდა ფოიერში სასტორი მეკავა რა და იქ დავინახე ფოიერში დაახლოებით აწონებიდან 8-9 საათით ადრე რა ასე რა წინა გამეც გახდა და მეთქი დადექიმეთქი ამდენი კილო ხარ მეთქი და როგორ მოგეხსენებ ეხლა მწვანე ჟაკეტი ეჭირა თავისი შორტი ისა შორტივით რაღაცაც შარვალი და ისა ჩუსტები ეცვა რა და დადგა და იყო 111 ნახევარი რა და სადღაც დილის 9 საათზე 105 კილო უნდა ჩაებარებინა და ჩამოველი ფოიერში დილით კაროჩე და 104 ნახევარი ჩააბარა. და ჩუსტებით და იმით შორტით იყო რა. მე ვიტყვი რომ ეს ყველაფერი არის სპორტული გამოცდილება ჩემი აზრით. საკუთარ თავს ძალიან კარგად იცნობს. იცის და ისეთ რაღაც საკეთებს და შეიძლება ცოტა ნაკლებად ვიცოდეთ ჩვენ ამ ასაკში რა ასე და შემდეგ. რამდენი წლის არის ლარატი? 51-ის ხდება როგორც ვიცი. ვაუ. ნუ როგორც ვატყობ ეს ხელნაკეთი ტრენაჟორი არის ხო? კი. და ძალიან ეს სავარაუდოდ ჩემი აზრით შენი მწვრთნელის გაკეთებული იქნება. ეს გვერდითა ხარი რა. ნუ შენ ორივე ხელს წევ? არა, მარჯვენა. მარჯვენას ხო მარტო? მარჯვენა ტრამირებული მაქვს. ეს დიდი ალბათობით ჩემი აზრით ხრის გამაძლიერებელი ვარჯიშია, ხო? რაც ჩვენთვის პირველი არის რა. უამისოდ კლავჭედი ვერ წარმომიდგენია. ნუ როგორც ხედავ, ახალგაზრდა თაობა კარგ ფორმაში არიან. კი, აქ სუსტი არავინ არ არის. ყველა ძალიან ჯანმრთელია. და შენ ძალიან დიდ мотиваციას აძლევ აქ და ბიჭები, ოჩახ ძალიან კარგი არის. ჯანსაღი ცხოვრებით დაკავებულები არიან ბიჭები და აბა ეს ტექნიკურად ახლა თუ გავაკეთებ სწორედ. ასე რა და თლიანი ხელი შემოაბონა. კი, კარგი. კარგი, ისე აკეთებ თვითონ გაკეთებული. არასდროს არ გამიკეთები. მურა მაგრად ჭიმავს მკერცს. აი, ცოტა ეხა 30 კილო გახდება. აი მე იქნება უკვე ძალიან დიდი დატვირთვები აქ, აი. ხელს ზურგს გაგზნობინეთ. აი. მოდი მეორე ხელსაც მივაწვევი, მაგრამ თორე ხვალე ერთი მკერდი მეტკინება მარტო. მე რო ვარ მარცხენს არ ვაკეთებ და მგონია რომ არავინ არ აკეთებს მარცხენს. ეს ვარჯიში ფიტნესიც უნდა ჩართონ. მოხდა დავამატო. რეალურად ეს მოძრაობა კეთდება იდაყუნა იდოს. და აი როგორც ხელის გადაწევის დროს რა აი სადაც ეწევი. მე მაგალითად აქ მიყვარს, აქ შევდიო და აქ ხრის ძალა მჭირდება. ამას ვაკეთებ ხოლმე სულ რა. შეკრული. ხო, შეკრული. ისე კლავჭიდელისთვის პრიორიტეტი რა არის? აი რა სიტყვი რომ აი კლავჭიდელისთვის პრიორიტეტი ძალა, ტექნიკა თუ ყველაფერი გაერთიანებული? ყველა ვარიანტში უნდა იყოს ძალა, ძალიან დიდი რაღაცა არის, მაგრამ როგორც ასეთი საბაზისოდ თვლი რომ მაჯათითები არის პრიორიტეტი. მაჯათითი ხო? მაჯათითები და წამყვანი მხარი უფრო იქნება რა. იდაყოდა გავდო ხო? იდაყოდა და მხრის მიაწვე. აი ეს. ეს ცოტა გაასწორე, აი ეს გაასწორე, ხელი. მაჯაში გიქნუ, ხო აი ეს. აი ეს და სულ. ეგრე უფრო რთული. უკვე დამძიმდა.
გვიდაგზე მაწვება ამ წონაზე მარცხენას. აზე ხარართული არის. ოჰო. აიღო ამეებში დააწაი და ყებზე. აქ მაქვს რეკორდი 130. ეხლა რამდენი გავაკეთეთ ჩვენ? 30. 30 და 130 გაქვს გატარებული? ხო. აი ახლა უფრო დატვირთავს ხელს. როგორ დღეს ახლა რა ვარჯიშები უნდა ქონდეს ამის გარდა კიდევ? ამის გარდა დღეს არის ყველაფერი, ბიცეპსი, მაჯათითები, პრონაცია პირამიდა. ძალიან ბევრი ვარჯიშები არის დღეს. იგივე ორშაბათია ჩვენთვის დღევანდელი დღე რა. და просто დღეს პარასკევი არის და გვაქვს ესა და ჟიმი არა გვაქვს. ორშაბათს უბრალოდ იცვლება რომ ეს არ არის და ჟიმი გვაქვს რა. დანარჩენი ეს და იგივე არის, ხოობა. ეხლა უკვე მაგარი. კარგი წონა. ეს უკვე გართულდება. ეს უკვე კარგი. მოდი დავიჭერ წონას. აზრი არ აქვს მაგ. რა. ძალიან ძლიერია ეს კაცის მაო. მე უკვე პას, всё, ჩაგეხსნები. ეხლა ერთი მაინტერესებს ჟიმს გავაკეთებ მე. აქედან. აბა სადაც ყოფთ ხოლმე ჟიმს, აქ ხო? აი კი, მოიცე ახლა ვიაგეთ. ესეთი წვრილი ღერძი არის? კი და ეს არის, მოკლე არის და ვარჯიშის დროს აი განზე დაწოლას ვერ აგზნობ რა, სულ შიგნით მოდის რა, ხარზე მოდის. ესე იგი ესე გამოდის რომ ვიწრო ჭიც აკეთებთ თქვენ უკვე. კი. მოიცადე აგიწყოთ. აი 15-იანებს შევალე. ჯერა დაუყენე გა. აჰა. ისე. ბლეც. ეს არის 20 კილო. სრულად. უკვე 20-ია, ხო? ხო, ეს არის 20 კილო. აჰა ეს. მიუყენო უკვე? ხო. ამდენიდან ვიწყებ? ო, გავახურე. ჩვენ 0-დან ვიწყებთ ხოლმე რა, გაფრებას 0-დან ვიწყებ და ბოლომდე ავდივართ ხოლმე. ინვენტარი ჭირდებათ მეგობრებო ამ დარბაზში, აი აუცილებლად რა. სპონსორებო გამოყავით თანხა აუცილებლად. ვინც დაინტერესდებით. ესეთი კარგი სპორტსმენები ესეთ ინვენტარზე არ უნდა ვარჯიშობდეთ. ბაბა შეგვიფასე. ფიქრობ რომ როგორც ფიტნესებში ასავარჩო რთული არის ეს იმას. კი. იმიტომ მაგრამ მაგარი გემრიელი ღერძია. ოპა. რამდენი გაქვს ჟიმი მაქსიმუმ? 225 მაქვს აწეული შეჯიბზე. შეჯიბზეა დარბაზში და 210 მაქვს შეჯიბზე აწეული. ფიქსირებული ხო? 210 მაგარი რა წონა შეგა? 90-ში. მა 210 მაგარი. მაგარი 210 მაქვს აწეული. ეს ცოტას კერძზე ვივარჯიშე. ეხლა ცოტა უფრო კარდიოებს უთმობ ბევრ დროს, ბევრს დავრბივარ ხოლმე რა. და ისე ჯანზე ვეღარ მაქვს. არო ბოქსაობთ არამე. კარდიო რატო გადაწყვეტე? უფრო. კარდიო რატო გადაწყვეტე უფრო მეტი? გამძლეობა, უფრო გამძლეობისთვის რა. თან ეხლა ეს ამდენი წონები მაინც არ არის ჯანმრთელობისთვის კარგი ხო იცი? მაინც პროფესიული სპორტში რო არა ვარ, ვცდილობ რომ ორივე დავაბალანსო. კარდიოს და ძალაც. ნუ გოიცე მე როგორც ვიცი, კლავჭიდერებს ხელებზე ძალიან ძლიერი ტკივილები გაქვთ ხოლმე პერიოდულად, ხო? კი. და რითი ვცდილობთ ხოლმე ამ რეაბილიტაციას? თუ არის ხოლმე ერთი რომ გავიკეთო ხოლმე ის, რა ქვია, ბლოკი B12 ხოლმე. თვითნებურად თუ ექიმის კონსულტაციით? არა, ექიმის ეს თქმა უნდა, მაგრამ ერთი-ორჯერ მაქვს ძალიან დიდ ტრამვაზე ბლოკი B12 გაკეთებული რა. რაც სულთა ის არის, რა ქვია, დანამატია თუ როგორც ითქვა არა რომ არაფერს არ აზიანებს და მკურნალობს რა ტკივილზე. დანარჩენი არაფერი ბორჯელა ესე ვარჯიშს თავი დაგვინევებია შოუ ვარჯიში რა. ისე გაიხსენებ მასეთ რამე ისეთ შეჯიბს რა ტკივილებით მოგწევია გასვლა? კი. იმის იყო რა ქვია 2018 წლის სოფლიო იყო სადაც მარცხენა ხელი შევატოვე მაგ შეჯიბს რა. მაგის შემდეგ გაქვს ეგ მარცხენა ხელი? ხარი გავიტეხე და მეორე დღესაც ისე მტკიოდა და მე მარჯვენა ვწევდი ხოლმე რა და აი ძალიან საშინელი ტკივილი იყო რა, გაბზარული მქონდა უკანა ის ბეჭი თუ რაღაც ქვია უკანა ნაწილი მქონდა და მძვალი მქონდა გაბზარული რა. და ისე არის ახლა იმისი პრობლემა, აი შესაძლებლობა უფრო სწორად რომ აღადგინო პირობითად მარცხენა ხელით. როგორ არის? 1-2 შეჯიბრი გადავწყვე მაგის შემდეგ აი ბათუმი მოვიგე, გორშიც მოვიგე, სხვათა შორის კარგი მემარცხენე ბიჭებს მოვუგე. მაგრამ აი ძლიერ ძალასთან
რა წერტილშიც მომივიდა ეგ ტრამვა, რო შევდივარ იქ, აი სულ მახსენდება რა და ფსიქოლოგიურად მგონია რომ ისე უნდა მეტკინოს, რატომ? ტკივილი გზნობა აღარ მაქვს რა. თან მაშინ ვიყავი 80-ში და ეხლა ვარ 105-110 კილო და წონა რომ მოვიმატე უფრო შეავსო ეს ტრამვა, მაგრამ აი ფსიქოლოგიურად ვერ გამოვიყვანე. ისეთ ზალის კონდიციებს როგორ ფიქრობ, ისევ რო რაღაცა იყოს დაიბრუნებ? მაგ ზალის შესაძლებლობებს თუ მაინც ხელს გიშლის? არა, მაინც ვერა. თუ ყველაფერი აქედან მოდის. ხო, ეგ მართალია. ფსიქოლოგია ვერ ანუ გონებამ თუ არ გაგიშვა ვერ იზავ რა. მართალია. მართალია. აბა შევიდეთ ახლა მეც მისვლაზე შევარ. უბრალოდ მეგობრებო, ჩვენ სხვაობას გავაკეთებთ ახლა, რამხელა სხვაობა არის თვითონ სპორტსმენი, კონკრეტული სპორტის მიმდევარი მკლავჭიდელის, არა მკლავჭიდელის შორის. ვამშე ზურას მე უშურები, რა ჩანზეა. მინაზრია. ძანჯანზეა. აბა ფიზიკური ძალა მართლა კარგი აქვს, უბრალოდ მაჯაზე გაქვს ცოტა სამუშაო. აი შეგინთ იგრძნობა მხრისალა კარგი გაქვს. შეგინთ რომ შემოვიდა უფრო მეტაძლიერი დამხვდები, ვიდრე გარეთ რო გაწვევი რა მაჯარი. ცოტა მაჯის პრობლემა გაქვს და მაჯა რომ მოიძლიერო, შეავსებს იმ. შეიძლება ცოტა. დაბალანსებას ხრის და მაჯის ძალას რა. სუფრაზე თვალკაცებთან კი გადავწევ, ხო? ვერდა. სამოცო. ბიჭო, ისე ჯანიასო დაგინახავენ სადღაცა სუფრაზე ყველა შეთანხმების გადაწყვეტა უნდა. კი, რა თქმა უნდა და აი მე ძალიან მაგას ვწერდი 2000 წელებში პირველი იყო. ადროს აი ღიპი. და თუ გადაგიწიეს მე სპორტსმენად აღარ გთვლიან და ამიტომ მაჯათითებს სულ ვაკეთებ ხოლმე მაინც. თავიდან არის ხოლმე რომ ის არის აი მე მაშინ ჩემპიონი ვიყავი ადრე და თუ გადაგიწიეს შენ რა სპორტსმენი ხარ მე ლოთი ვარო და მაინც გიწევოდა. ეგეთი ბაზრებიც ხდება ხოლმე მეგობრებო. ეს ყველაზე რთული ვარჯიში რაც იყო ეს გავიარეთ და ეხლა შემდეგ ვარჯიშზე გადავდივართ. ისეთი ვარჯიშები აქვს ბოიარდის ციხესიმაგრე აქვს შეულებრივ. ეს რას ვაკეთებთ ნუგო? თითები? კი. ნუგო შენ ეხლა რა წონაში ასპარეზობ? 105-ის ვარ, 105 კი. ისე რეალურად ეხლა შენ რეალურად აი კონკურენტად ვისარგი ხავ მაგალითად რომ აი ვისთვის გინდა ახლა ვიცი რომ შენთვის კონკურენტი არ არსებობს ძმა მაგრამ ლარატი მინდა ლარატი ხო თავი უნდა წავართო უნდა მე დავცინო ჩემი აზრით გადავიწევ რავი ღმერთმა გისმინოს ჩემი აზრით გადავიწევ ძმაო ღმერთმა გისმინოს ეგ იქნება რავი ყველა დროის საუკეთესო შეხვედრა იქნება ჩემს ისე ბზენკს როგორ შეაფასებდი აი როგორც იძახიან რომ მაგარი ლეგენდაა და რაღაცა აი იმაზე კარგიც არის ვიდრე აქებე რა ხო რა კაცის აი შესაძლებელი სიტყვები უბრალოდ ვერიპონე ლეგენდა არის რა საოცარი კაცია აი რა ვიცი ზენგზე აი უბრალოდ ვერ ისაუბრებ რა ისეთი დონის სპორტსმენი არის რომ ლაუჭიდისთვის ეგ არის სულიც გულიც და ყველაფერი ეგ ადამიანია ზენგი როცა იყო თავის ფორმაში რა ვიცი ვერც ლარატი უგებდა და ვერც ციპლენკოვი და ვერავინ ვერ უგებდნენ ხოლმე. ისე ციპლენკოვს როგორი ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და რა მაგარი ჯანზე იყო. ხო, ეგ ცუდი ამბავი. მაგრამ აი დიდი ის მაინტერესებდა აი ლევან საგინაშვილი ახლა პიკში რო არის რა და აი ციპლენკოვი პიკში რო იყო აი მაგათი დაჯახება ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩემი აზრით. ხო, ეხა ვინც კლავჭიდი იცის და ერკვევა და აი რაღაც დააჯამებს ასე ვთქვათ რაღაც შეხვედრებს ყველაზე კარგი საუკეთესო შეხვედრა ეგ იქნებოდა და ჩვენ მაინც ახლა ვფიქრობთ რომ ლევანი მარტივად მოიგებდა იმიტომ რომ ლევანი სხვა მონაცემების ადამიანი არის ფიზიკურად სხვანაირი ხელი აქვს მაშინ ლევანი მძიმე წონა არ იყო ხოლმე როცა ციპლენკოვის ხელი გვეკვირდა რა და დღეს რო ვადარებთ ახლა ლევანის მტევანს ფიზიკისა ციპლენკოვის მტევანი რა ვიცი ნახევარი არ იქნება შეიძლება ლევანის ხელთან ისე წონაში რო ადის თავის სასურველ წონაზე ლევანი რა წონაში რა წონა არის რა წონაში ასპარეზობს ლევანისთან ერთად არ მივარჯიშია და ზუსტი პასუხი არ ვიცი მაგაზე მაგრამ
როგორც ვიცი, მგონი 170-დან 180-მდე არის ხო? დიდი წონა. ხო, სავარაუდოდ ეგ წონა უნდა იყოს და ზუსტი არ ვიცი, რომ არ მივარდი შენამდე. ბოლოს ისეთი წონა ამოწია ლევანმა ბიცეპსზე ინტერნეტში რომ გავცელდა. 180 კილო იყო საოცრება. სიაგაზე ვერ წევს ხალხი მაგას დედლიფტზე. 180 კილო და ასე ხო იყო და უკან არც გადასულა. ესე გადავიდა და ამუარტყა. აწია მაღლა. ხო, მაღლა უწია რა, ხელი. ხო, საოცრება იყო. აი ახლა რო ავწიე, ეს შტანგა მართლა რთულია. ეხლა 140 აყენია. ხო. ხო, ეგრე უნდა იყოს ეს. ზანგაცილებით რთულია, კი. აი 200 იცი როგორი დაწოლა აქ. აი ეს ხრების მძვლებს ვაფშე გიტოკებს ვაფშე. ძალიან მაგრა დაწევ. სიმართლე რომ გითხრა ეხლა დარბაში რო 160 კილოს წევ, მასე წაიღო 140. როგორ არის იცი? აი რეკადობა საერთოდ არა. ხო, ვარჩევთ ხოლმე ხათაში ერთხელ ფიტნეს დარბაზებში წვიწას ახლა რაღაცა მიوارიშია და ეს არის გრძელი ღერძი რა და ცოტა განზე აწובה იქ. რეკადობა. ხო, განზე აწובה. ეს მოკლე არის და შიგნით გაწובה ზედ მხრებზე რა. და აი რაც გჭირდება კლავჭის ის მხარი და რაღაცა ეს ზუსტად იქ აწובה რა და მიწოლის ვარიანტშიც აი ეს ზურგი და მხარი ზუსტად გაგზნობინებს რა. და ვფიქრობ რომ ჩვენთვის ახლა შეიძლება აი პროფესიონალ დონეზე ახლა ჟიმზე ასაწევად ეს არ გამოდგეს ბიჭების, მაგრამ ჩვენთვის ახლა კლავჭიდებლებისთვის ზუსტად ისაა რაც გინდა რა. ხო, როგორ შენაღნიშნე ახლა თითები და მაჯარის ყველაზე მნიშვნელოვანია რა. და აი მაგალითად ახლა ეს ვარჯიში კონკრეტულად აი თითების ფალანგებს თვითონ ფალანგებს აუნიშნება. ამებზე ვცდილობ თუ აი ცოტა აქეთ მოვკიდოთ ხელი რომ აი გარედან ააწევს თითებს რა. მას უნდა დააწვეთ დეტალს პირობითად ამ კლავჭიდის დროს. გადაწევის დროს ასე ხო გეხარ და მხარი პირამიდა ეჯახება ტოპროლის დროს შენ თითებს. რო არ გაიხსნას თითებს. ამ 4 თითით გიწევს აი აქ რომ მიდის. ამ 4 თითით გიწევს და მაჯით კაცის ფლიანი ტანი და ზურგის დამორჩილება ასე ვთქვა რა და ეს არის საჭირო რომ აი ზუსტად ამას ვაკეთებთ რომ ეს ტოპროლის გადაწევის დროს აი ამ დროს რა კაცი რო აქ არის და აქა შევძროთ რა ეს მოხოა რა თითებისთვის რა მე როგორც დავამოღამე ახლა ესე იგი თითის ძალა მაჯის ძალა მხარი და ზურგი თანაბრად უნდა წაიღო ყველაფერი და სოლო ერთად უნდა კონდეს ყველაფერი აი ყველაფერს ერთად უნდა გზნობდე იმიტომ რომ როგორ რაღაც არის ისი მხარი რა დონეზე ძლიერი არ უნდა იყოს მხარის ძალა იქამდე ყოფნის სანამ შენი მაჯა გაუძლებს თუ მაჯა მოგიტყდა მე მხარი იკარგება რაც არ უნდა ძალზესა ძლიერი კონდეს მხარი ვერაფერს ვეღარ გააკეთებინებ იმიტომ რომ მოწინააღმდეგე აქ ასე გიკავია და ვერაფერს ვერ უზავ რა და მაჯა რო ძლიერი გაქვს აი ხრისნაირად მაჯა რო გქონდეს მაგალითად და ერთნაირად ალბათ რა ვიცი კედელს დაანგრევდი რომ მიწოვოდი და ასე რომ ხარ და მაჯა რო არ გიტყდება ხარიც იქამდე მოგდეს სადამდეც მაჯა ყოფნის რა და მე თუ მაჯა წავიდა აქედან ხარს ეკარგება ფუნქციონირება აზრი არა აქვს რა და ამიტომ ყველაზე კარგი ვარჯიში ეს არის მოგეთ მეგობრებო ოქროს სიტყვები და ფასდაუდებელი ინფორმაცია მოგცათ ახალგაზრდა სპორტსმენებს უკვე მე როგორ გავაკეთოთ იცი რა მოკლედ ეს ვარჯიშიც დავასრულებთ მეგობრებო და შემდეგი ვარჯიში რა გვიწევს ნუგო შემდეგი გვიწევს მაჯა უკვე მაჯის ვარჯიში მაჯის ვარჯიში ხო მაჯის ვარჯიში უფრო რთულია ხო არა კი გავტესტო აბა მოდი შევხედოთ როგორ გავაკეთეთ ძალიან ძიმე 140 კილოს დაგეთეს ამითი გააკეთა თითები ვინა 120 ჩამოვიდა აი შენ რა 120 ჩამოვიდა რემპერები რა ძალიან ძიმეა ეხლა ეს უკვე უშუალოდ მაჯაზე არის ხო აქცენტი გადატანა ეს წევანი იყო თითები და ეხლა ეს არის მაჯა რომ მაჯა თითება ეხლა ერთად იმუშაობს დაყუნა იდგეს და ის მინუსში არ უნდა გადაუშვა მაჯა რა სწორეზე უნდა იყოს დაახლოებით ესე და შეიძლება ღრმად მოკლედ მეგობრებო გადავით ახლა ბიცეპსის ვარჯიშზე ნუგო ეხლა შენთვის პრიორიტეტი აქ ეხლა სამი ჭიდი აქვს რა აი უფრო მკლავჭიდისთვის რომელი უფრო ახლოს არის შუა ნაწილი ხო აი შუაში მუშაობს სამ წელს ამუშავებს 150 არის აქ მაქსიმუმ 170 გაქვს 150 უჩ 150-ის მოდ ძალიან ბევრია ნუ გამოვარჯიშ ახლა პრიორიტეტს ასანიჭებ უფრო გამეორებებსაც აკეთებ ხოლმე ბევრს თუ ძირითადად უფრო ძალის მიერს როგორ არის აი 100 კილომდე ხოლმე ვამატებთ ხოლმე ხან 5-იანებს ხან 7-იანებს ხოლმე რა ესე გვაქვს წონები ჩვენ და 100 კილომდე რო ავდივართ ხოლმე მაქსიმუმ ვცდილობთ რომ აი ბევრი გამეორება გავაკეთო და 100-ის ზევით ხოლმე 2-3 გამეორებას ვაკეთებთ ხოლმე და უფრო მერე წონებს ვამატებთ რა და მაქსიმუმზე ავდივართ ამ ბიცეპს ვარჯიში მე ვასწრებ ამაგრად
ეს არ უნდა მეთქვა აშკარად. ბიცეპს ვარჯიში მიყვარს მეთქი და ამხელა ბლინები მოიტანა უკვე. ბიცეპსი აქ ყველას მაგრევასება. ნუგო რამდენი წელია კлауჭიდით ხარ დაკავებული? 2017-ში დავიწყე პირველად ვარჯიში. ვაუ. და იმის შემდეგ სულ სპორტში ვარ. კედელთან ოთარი საგინაშვილი ყო ჩემპიონი. 100 აქ განაკეთების სუფთად. 100? ხო, აი კედელზე სუფთად. ოიცა, რეკორდი რამდენი არის? მე მგონი გაბესკირეს აქ საქართველოში. გაბეჭკირიას აქ საქართველოში. ხო, მძიმეში 115. ხოთაშორის მალხაზის გადაღებული ყავს მე. ეგ მაგ შეჯიბი გადაღებული მაქვს. ხო, სამჭიდზე გადავდით. ზუსტად არ მახსოვს, მგონი 115 აქ. ცეპნენკოვმა რამდენი დააფიქსირა? 113. 113. მაგრამ სოფლიო რეკორდი არის 116. ისე რას ფიქრობ, საგინაშვილი ამდენ სამოწევს კედელთან, რა ვფიქრობ, 116 უნდა ამოწევს მარტივად. მარტივად უნდა ამოწიოს და რატო არ ახსნის ამ რეკორდს ვერ ახვდები? სულ ეგ კითხვა მიჩნდება ხოლმე. მე რო იყო საგინაშვილი მოხსნიდი. ხო. ეგრე 120 კილო მიაგდე, ვერავინ ვერ მოგიხსნის. ხო, რა დატოვე რა. ხო, ჩეულები. 7.5-იანები არის. სულ 15 ვამატებ. მე გამოდის 45 იყო 60 კილო. 60 კილო წონაა ძმაო. ფორმაში რო ვარ ხოლმე. აი დიდები მისავართ, ბაჩო, ოთო. ეხლა ამ წონიდან ვიწყებთ ხოლმე. ფორმაში რო ვარ. ბიჭები რო ვარ ჩვენ ხოლმე 60-ზე დავშალოთ, არა იყოს დატოვე, ბარემ დავიწყეთ. ეს კაცი რო იწეს რომ ფორმაში რო ვიყოს, ეხლა რა ფორმაშია და წარმოიდგინეთ პიკში რა ფორმაში იქნება. შეჯიბრი და რო ჩამოვალი, პირველ ვარჯიშს ვატარებ რა დღეს. არ მივარჯიში. დაუტირა. კარგია რომ დამძიმდა უკვე. რო ბევრდება კარგია. ურამ სუბუქათი აქვს. როგორ რამდენია წონაში? ზენ ხო იყო 60, 75. ჩაოზი. ეთყობა დაშრომია. დაშრომია. სპორტსა იყოფა. 85 არის ახლა, ხო? კი. ეს აშკარად ბლინები არის. ეს ბლინები არ არის აშკარად, ხო? ხო. ეხლა არის 95 არის, შეგვეშალა. 95. ეხლა 95-ია, ხო? საღოლ. დაიძაბა. რაც ვიშვა, სულ მივიდა პერსა. უცდი. კაი ხანი არა მის. ბილიარის თამაში იჯობდა. დეონ, აი რა მოგი. ოპანა. საღოლ. ნუ შეგინაცვალე საღოლზმო. თუ გინდა დამჭერები დაუყენოთ. ხო, ჯობია. დავიდა. ლიჯე. კარგია. ყოლე ბიცეპსი. საო. კარგია. ცოტა ო. დამძიმდა უკვე. ეს რამდენი გამოდის ნუგო? 15 კილო და გამოვიდა 110. 110 კილო? 105, ხო? բայց ეს მას. მამუკამას. ესენი ხო 7-იანები არის. ხო, 110. კონდა ისე ცარცი კონდა და გაგითა. ოპლაც. ეს თუ ამოუწიე? როგორ უნდა ამოწიე? ერთი-ორჯერ კიდე დავამატოთ. ასახიც. დავიდა! შეგენა. ძანჯა. კარგი იყო. საღოლზმო. დავიდა. ოპა. ლიჯე. ბაბა. გამოვა, აი. კიდე. აგა. ძო. დღეისთვის საკვარისია. მაშე ერთის დავამატოთ. ერთის დავამატოთ. თუ ბოლოს ვაკეთებ, ბოლო ჭიქას დავლიოთ და წავიდეთ.
ეს ჯამში რამდენი გამოვიდა ახლა ნუგო? ეს არის 120. 120 კილო. 120 კილო. ეს მაჯაში აღარ იტრიალებს, ე. მომეცა პროსინჯო. მაგას ჩვენთან არ ავხმართ. ნუგო ზვაო კამარი არ სჭირდება ზვა. აი ჩემი ქამა. ეგ ზვაო. ეს ვილი წელი. ეს და პრესი და. ნუ ყდაც, მე არ ამგონია ეს ზონა აუცია, რა. ახ, შენ რომ მეც ვერ ავცი. ჰო! დავაი. ანა, დავიდე რა. ავი რა წევს და. ეგარი. ძალიან ჯანზე ხარ ზმაო. ლიერა. გაცხეთ. კარგია. ეპა. ხოჩა. ტანით, ბიცეფსით ვერა. და ეოპლაც. კარგი იყო. ძალიან ძიმე იყო, ზღერე დამაბნერა თვალებში. ლევანდელი მსუბუქი ვარჯიში. ესე? გამოცლი მე? მოკლედ მეგობრებო, ჩვენი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. ძალიან კარგი ვარჯიში გამოვიდა, მე პირადად ძალიან მომეწონა ბიჭებთან ვარჯიში. აქვე მინდა გაგაცნოთ ნუგოს მწვრთნელი, ცოტა გვიან შემოგვიერთდა ეს ადამიანი. ამ ადამიანმა კლავჭიდის კუთხით ბევრი რაღაცა ასწავლა ამ ადამიანს და კიდევ ძალიან დიდი გეგმები და მიზნები აქვს. აუცილებლად ჩამოვალთ ჩვენს კიდევ ერთხელ და ერთხელ კარგად ვივარჯიშოთ და არა ერთხელ. ჩვენს დარბაზში და საგარეჯოში თქვენი კარი. თქვენთვის კარი ყოველთვის ღია იქნება და სპორტის განვითარებისთვის, პოპულარიზაციისთვის თითოეული პატარა მცირე დეტალიც კი ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი საქმეა ეს როგორც სპორტსმენებისთვის, ისე არასპორტსმენებისთვის, რომ ყველა დაინტერესდეს, ჩაერთვნენ სპორტში, ყურადღება მიაქციონ სპორტს. დარბაზში როგორც ნუგო ყავს ძალიან მაგარი სპორტსმენი, ისე არაერთი მსოფლიოს ევროპის ჩემპიონი ბიჭი ყავს და ნამდვილად ყურადღება სჭირდებათ და ეკუთვნით ამ ბიჭებს ყურადღება და ეს თქვენი ყურადღება ძალიან დიდი რამეა და ნებისმიერი ადამიანის გამოჩენილი ყურადღება ჩვენს აი უბრალოდ ერთი სიტყვაც კი ძალიან დიდ რამეს ნიშნავს სპორტსმენისთვის რაღაც რო შექებასაც რო დაიმსახურებს სხვისგან ესეც კი დიდი რამე არის და მით უმეტეს ასეთი ჩართულობები და აქტივობები ძალიან კარგი არის მთელი ქართული სპორტისთვის. გაიხარე. ასე რომ მეგობრებო, კიდევ გაგიმეორებთ სპონსორებო. ჯერ ესეთი კარგი სპორტსმენები რო ესეთ დარბაზში რო ვარჯიშობენ, არ შეიძლება და მე ესე ვიტყოდი რომ არის დანაშაული. ბევრი რაღაც ჭირდება დარბაზს, თვითონ სპორტსმენებს, რომ უფრო მეტი განვითარება, უფრო მეტი мотиваცია უნდა დაინტერესდეთ, ეს არის აუცილებელი. მოკლედ, წავედით ნუგო, ძალიან მაფოფილი ვარ ბიჭებო და ძალიან კარგი ხალხი ხართ, გემეწონებთ. აბა კარგად იყავით.